აი როგორ შეიძლება ეს არ გიყვარდეს და არ მოამზადო. არ შეგიშინდეთ, ძალიან ადვილი მოსამზადებელია. ეხლა ჩვენ ერთად მოვამზადებთ. გაცრილი მაქვს 650 გრამი ფქვილი. ცალკე 100 გრამი ფქვილი აუცილებლად ავიღოთ, ის ჩვენ დაგვჭირდება, ცოტა მაინც. გამოვიყენებ 300 გრამ კარაქს. 300 გრამი მაწონი, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ არაჟანით. მე გამოვიყენე 4 დიდი კვერცხი, 0 კატეგორიისა. თუ გაქვთ პატარა კვერცხები, 5 ცალი გამოიყენეთ. კვერცხებიდან ცილა და გული განვაცალკევოთ. ერთი კვერცხის გული მოვათავსოთ ცალკე თასში, დავამატე 1 სუფრის კოვზი მაწონი. შეგიძლიათ დაამატოთ არაჟანი ან რძეც. ამას გამოვიყენებ ზევიდან წასასმელად. ცილა დროებით გვერდზე გადავდგათ, გულებს კი გამოვიყენებ ცომის მოსაზელად. როგორც უკვე გითხარით, მაქვს 650 გაცრილი ფქვილი. დავამატე ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ვიყენებ 300 გრამ კარაქს, რომელიც არის ოთახის ტემპერატურის, ამიტომ ასე კუბიკებად დავჭრით და ისე დავამატებ ფქვილს. თუ კარაქი არის მაგარი, შეგიძლიათ ჩახეხოთ. ფქვილი და კარაქი კარგად უნდა გავაფხვიეროთ. უნდა მივიღოთ ფხვიერი მასა, აი ასეთი. გავუკეთოთ ჩაღრმავება და დავამატე კვერცხის გულები. ცოტა შევურიოთ ერთმანეთში კოვზის დახმარებით. მაქვს 300 გრამი მაწონი და დავამატე 1 ჩაის კოვზის სოდა. მაწონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იგივე რაოდენობის არაჟნით. როცა აკაფდება, დავამატოთ ფქვილს. მოვზილოთ ცომი. გადანახული ფქვილიდან ცოტას მოვაბნევ დაფაზე და გადმოვიტან, რომ კარგად ჩავზილო. მაინც და მაინც ბევრი ზელვაც არ უნდა, გაერთიანდება ცომი, მივიღებთ აი ასეთ ერთგვაროვან ცომს, ხელებზე არ ეკრობა, არც დაფაზე ეკრობა და ეს ცომი უკვე მზად არის, გადავახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივერში 15-20 წუთი. გამოვიყენებ 300 გრამ ნიგოს. ნაწილი ნიგოზი მინდა რომ დანით დავჭრა. 100 გრამამდე ნიგოს დავჭრი დანით. დარჩენილ 200 გრამ ნიგოს კი დავაბლენდერებ. თქვენ თუ გინდათ მთელი ნიგოზი დააბლენდერეთ. ასევე გამოვიყენებ 120 გრამ თეთრ ქიშმიშს. ქიშმიში ძალიან უხდება. ცილას დავამატოთ მწიკვი მარილი. ვამატებ ცოტა ლიმონის წვენსაც და გავთქვიფოთ. კარგად რომ აკაფდება, მაშინათვე დავამატოთ 250 გრამი შაქარი. შაქარი თუ გინდათ 300 გრამამდე გაზარდეთ. მე ზევიდან თაფლს მოვასხამ, ამიტომ ჩემი ნამცხვარი მაინც ტკბილი გამოვა. სანამ ცილას ვთქვეფავ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. აუცილებლად დაგვიკომენტარეთ, თქვენ ასს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავამატე 200 გრამი დაბლენდერებული ნიგოზი, 120 გრამი ქიშმიში. ავურიე ერთმანეთში და კინაღამ დამავიწყდა ვანილი. ვამატებ 2 შეკვრა ვანილინს. ესენი კარგად შევურიოთ ერთმანეთში და დროებით გადავდგათ გვერდზე. მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი. ცომი გავყავი 3 ნაწილად. შუა ფენა უნდა იყოს ცოტა პატარა. ამიტომ ცომიც ნაკლები ავიღე შუა ფენისთვის. გავათხელოთ 1 ცომი, სუქვევითა ფენა. ცომი დაფაზე არ ეკრობა, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან ცოტა ფქვილი. არც პერგამენტზეა აუცილებელი გათხელება, პერგამენტს ვიყენებ, რომ ზომა განვსაზღვრო. სუ დაბლითა ფენა და ზევითა ფენაც საცხობ სინზე უფრო განიერი უნდა იყოს. გათხელებული ცომი გადავიტანოთ საცხობ სინზე, ცოტა კიდე გავათხელოთ, რომ გვერდები ავუმაღლოთ 1 სანტიმეტრზე მაინც. გავათხელოთ მეორე ფენა ცომიც. ეს არის შუა ფენა და უფრო პატარა. რადგან ამას გვერდებს არ ვუმაღლებთ, აც ზემოდან ვაფარებთ. შეგვიძლია ასე ჩამოვუსწოროთ,
ეს ჩამოჭრილები დავამატოთ სუზევითა ფენის ცომს, რადგან ყველაზე დიდი ფენა ეს გვჭირდება. მეორე ფენას რომ გავათხელებთ და მოვამზადებთ, მივუბრუნდეთ სინზე დაფენილ პირველ ფენას და ზემოდან გავშალოთ მომზადებული ცილის და ნიგვზით ნახევარი. კარგად გადავასწოროთ, ზემოდან მოვაყაროთ დანით დაჭრილი ნიგოზი. დავაფაროთ მეორე ცომის ფენა. ვათხელებ მესამე ფენას. ეს არის სუზევითა ფენა, რომლებსაც გვერდები უნდა ჩაუკეცოთ, ამიტომ უფრო განიერი უნდა იყოს ვიდრე საცხობის სინი. რო გავათხელებთ და მოვამზადებთ, მერე მივუბრუნდეთ ისევ საცხობს სინს და მეორე ფენაზე გავშალოთ დარჩენილი ცილა. კარგად გადავასწოროთ, ზემოდანაც მოვაყაროთ ნიგოზი, დავაფაროთ მესამე ფენა. ეს ფენა ცოტა განიერი უნდა იყოს, რომ გვერდებში ჩავუბრუნოთ. ზედმეტები ცოტა მოვაჭრათ, ისეთი განიერი არ გააკეთოთ, რომ ბევრი ცომის მოჭრა დაგჭირდეთ. აი ესე გვერდები ჩავუბრუნეთ და მოვამზადეთ. ზევიდან წავუსვათ კვერცხის გული, რომელსაც მე მაწონი დავამატე და შეგიძლიათ დაამატოთ რძეც. გავთქვიფოთ და წავუსვათ ყველგან თანაბრად. გვერდებზეც მოვუსვათ. შეგიძლიათ დააჭერათ 4 კუთხედებად, მე დავჭრი რომბებად. არ ავჭრი ბოლომდე, თუმცა დანა ძალიან ადვილად ჩადის და ვფიქრობ 2 ფენა მაინც იჭრება. აი ესე რომბებად დავჭერი. ჩემი საცხობის სინი არის 38-32-ზე. ოდნავ დიდი და ოდნავ პატარაც შესაძლებელია. ზევიდან მოვალაგე ნიგოზი, შეგიძლიათ ამის ნახევრებიც მოალაგოთ. ეს აუცილებელი არ არის, თუმცა ის შემწვარი ნიგოზი ძალიან გემრიელია. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წუთი. კარგად უნდა შეწითლდეს. თუ დროის გასვლამდე ძალიან წითლდება, ცოტა ჩაუწიეთ. ეს დრო აუცილებელია შუა ფენა რომ კარგად გამოწვეს. ცხელსვე მე ზემოდან თხელი თაფლი გადავუსვი. ეს თაფლის აუცილებელი არ არის, თუმცა ძალიან აგემრიელებს და ზევიდან პრიალა ზედაპირს აძლევს. თაფლი თუ თხელი არ არის, წინასწარ დადგით თბილ ოთახში. ცოტა რომ შეგრილდება, თბილივე უნდა დავჭრათ ნაჭრებად. ბოლომდე ჩავჭრით და გამოდის აი ესეთი სასწაული ნამცხვარი, აი სასწაული. რა შემიძლია ვთქვა, მხოლოდ ერთ ვიტყვი, ამის არ გამოწყობა დანაშაულია. ძალიან მარტივი გამოსაცხობია და არ გამოვიდეს არ არსებობს. აუცილებლად გამოგივათ, გამოაცხეთ და გამიხსენებთ. მიყვარხართ ყველანი, მალე ახალი წლები მოდის, ბედნიერ ახალ წლებს გისურვებთ, დაესწარით მრავალს. მე კი დროებით დაგემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით.